შენობის ჩამონგრევის გამო 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაშავებულები ერთმანეთს აცხადებენ, რომ პრეტენზია არავის მიმართ აქვთ. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ვინმეს მიმართ პრეტენზია არც რუსთავიურის დირექტორს, გიორგი გეგეშიძეს გამოუთქვამს. რუსთავიურმა დაკარგა სამშენებლო სამუშაოებში გადახდილი 1 მილიონი ლარი. დაენგრა 5-სართულიანი შენობა. გაუნადგურდა აპარატურა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით რუსთავიურ სასამართლოში სარჩელი არ შეუტანია. რუსთავიურს ჩვენ კომენტარი 1 კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ვთხოვეთ, თუმცა საბოლოოდ პოზიციის დაფიქსირება არ ისურვეს. კომპანიის წარმომადგენელი შეკვირდა, რომ დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ აღარ დაგვკავშირებია. ძალიან გთხოვთ, რომ სწრაფად რომ გამოგებინოთ პასუხი, იმიტომ რომ მართლა რამდენიმე დღეა უკვე გელოდებით, რომ ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ ფიზიკურად ვერ მოხერხდა. ანუ არ არიან უფროსები და ეს მაგიტომ და დღეს სავარაუდოდ ველოდები და დაგიკავშირდებით. სასამართლოსთვის არც კომპანია მაქტიკობს მიუმართავს, რომელიც ვარსკვლავების აკადემიის სპონსორი იყო. კომპანიაში ამბობენ, რომ დაზარალდნენ, თუმცა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას არ აპირებენ. პრეტენზია არავის მიმართ არ გქონიათ? პრეტენზია, შეიძლება ასე ვთქვათ, ისეთი გზნობა ქონდა, რომ ვერ მივიდა პროექტი და ვერ მიაღწია, ასე ვთქვათ, თავის კულმინაციას. ანუ ეგ რა თქმა უნდა ჩვენთვის მინუსი იყო რა. ფინანსური პრეტენზია? ფინანსური პრეტენზია არ არის თან არ ქონია. არტიქსის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა კომენტარზე უარი გითხრა. ქალბატონ რუსუდან, ჩვენ ვამზადებთ ფილმს ვარსკვლავების აკადემიის შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით. და არტიქსის და თქვენი პოზიციის დაფიქსირება გვინდა თუ არის შესაძლებელი? არა, მადლობს არ გვინდა ჩვენ სასამართლოს დასწრება. ან თქვენი წარმომადგენელი თუნდაც არქიტექტორი რომ გაგვესაუბროს არ შეიძლება? არა. და შეიძლება ტელეფონით გითხოთ? იურისტების განმარტებით უნებართო სამუშაოების გამოვლენა მერიის ზედამხედველობის სამსახურს ევალება. ჩვენ დავინტერესდით დააფიქსირა თუ არა ზედამხედველობის სამსახურმა სანდროეულის ქუჩაზე 4 თვის განმავლობაში მიმდინარე უნებართო სამუშაოები და შეადგინა თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი. აქტი ამასთან დაკავშირებით არ არის შედგენილი. ის რო ყოფილიყო გარე ფასადის სამუშაოები ან რაღაცა აუცილებლად იქნებოდა ჩვენიდან შემოწმებული. ხო და ანუ შესაბამისად არ ყოფილა არანაირი აქტი შედგენილი. რუსთავიურის ტერიტორიაზე 4 თვის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. ამ წეს გამოყენებით ანგრევდნენ შენობას, სატვირთო მანქანებით ეზიდებოდნენ სამშენებლო ნაგავს და მასალებს. ამუშავებდნენ ელექტრობურგს და ეს ყველაფერი ზედამხედველობის სამსახურმა ვერ დააფიქსირა. მაშინ როცა მათივე დებულებით აქვთ ინსპექტირების სამმართველო, რომელსაც დედაქალაქის ყველა რაიონში ინსპექტირება, უნებართო სამუშაოების გამოვლენა და აღკვეთა ევალება. ეს არის ძალიან სერიოზული ერთდროულად რამდენიმე კანონის მოთხოვნის უხეში დარღვევის შედეგი, თორემ სხვაგვარად ასეთი მძიმე შედეგი არ უნდა დამდგარიყო. აქ იგულისხმება პასუხისმგებლობა არა მხოლოდ დამკვეთისა და შემსრულებლის, არამედ იმ აკონტროლებელი ორგანოების, როგორც არის არქშენი ინსპექცია, მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ვალდებული იყო, მისულიყო ადგილზე. სანდროეულის ქუჩაზე რუსთავიურის სამშენებლო სამუშაოებს ისევ აწარმოებს. ოღონდ ამჯერად შეთანხმებული პროექტის და ნებართვის მიხედვით. ადვოკატებს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვთ და საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვენ. გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახს იმედი აქვს, რომ გვასალიას გარდა საბრალდებო სკამზე სხვაებიც აღმოჩნდებიან.